მოვლის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს მარწყვის კულტურა, გამომდინარე იქიდან, რომ მარწყვის შესაძლებელია კონდეს დამატებითი ამონაყარები იმისთვის, თუ ჩვენ მუშაობთ მოსავალზე, აუცილებელია მისი მოშორება მცენარისგან, იმისთვის, რომ საკვები არე დაუტოვოთ ძირითად ღეროს, ძირითად მცენარის, რომელიც მუშაობს მოსავალზე. არის შემთხვევები, როდესაც მისი დატოვება არ ხდება, იმ შემთხვევაში თუ სანერგემეურნეობის განვითარების კუთხით მუშაობთ, ხდება მისი დაფესვიანება, გადატანა სხვა სახის ჭურჭელში და ნერგების გამოყვანა. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მისი მაღალპროდუქტიულობა, ამისთვის აუცილებელია ერთგვარი გასხლა, ფორმირება. ამ შემთხვევაში უკვე ამორტიზირებული ფოთლების გამოცვლა, ოღონდ არა მექანიკურად ხელით, არამედ აუცილებელია მისი წაკვეთები. ეს უკვე წარმოადგენს არასიცოცხლის უნარიან ნაწილს მცენარის, რომლის მოშორება აუცილებელია იმისთვის, რომ ამ დამატებით საკვები ელემენტი არ მიიღოს ნიადაგიდან. წვეთობრივი მორწყვის უპირატესობა წარმოადგენს იმას, რომ შეგვიძლია ჩვენ წყლის ნაკადის ერთგვარი მომატება ან მოკლება. ლოდინის პერიოდით 5-6 დღის განმავლობაში შესაძლებელია, რომ მოირწყოს მარწყვის კულტურა. მოვლის პროცესში რასაკვირველია სასუქებს ვიყენებთ, ძირითადად თხევად მდგომარეობაში არსებულ სასუქებს, რომლებიც ერევა წყალს და წვეთობრივი მორწყვის სისტემით მიდის მცენარემდე. რასაკვირველია, ჩამოთვლილი აგროტექნიკური ღონისძიებები არის გარანტორი იმის, რომ მივიღებთ მაღალ პროდუქტიულ მოსავალს, ჭარბ მოსავალს ხშირ შემთხვევაში და რასაკვირველია შევძლებთ, რომ 6 თვიანი პერიოდი დავიცვათ ბაზარზე მიწოდების თვალსაზრისით. აგროტექნიკური ღონისძიებების და ასევე აგროვადების დაცვა განაპირობებს მაღალხარისხიანი პროდუქციის მიღებას. ბაზარზე ყოველთვის არის მარწყვთან მიმართებაში მოთხოვნა, შესაბამისად მაღალი ხარისხის პროდუქციის მოთხოვნა და მაღალი ხარისხის პროდუქცია ინარჩუნებს მაღალ ფასს.